ეს თამაშობს მეგობრებო საქართველოს ეროვნული ნაკრები, დიახ, დაიწყო რაგბიში ევროპის ჩემპიონატი და დღეს აი მოვედით ავჭალაში, სადაც ნაკრები გამართავს პირველ შეხვედრას. განსაკუთრებით დავაფასე ეს ბიჭები, როცა მათი უმეტესობა ყველაზე ვერ ვიტყვი რადგან ყველაზე არ ვიცი, ამიტომ მათი უმეტესობა შეუერთდა აქციებს, რომელიც იმართება, რავი, რამდენი მეორე თვეა უკვე რუსთაველზე. მოდი ახლა ჩვენი დებიუტანტებიც, ჩვენი სტუმრებიც ვნახოთ, როგორ ვარჯიშობენ, ემზადებიან მატჩის დაწყებამდე. შვეიცარიის ნაკრები, რომელიც დიდი ხანია მინიმუმ ელიტაში არ ყოფილა და წელს დებიუტანტები არიან ევროპის ჩემპიონატზე. სავარაუდოდ დიდი ანგარიშით მოვიგებთ, მაგრამ შვეიცარიელებსაც ექნებათ мотивация, რა თქმა უნდა, ისინი დებიუტანტები არიან და ამ ტურნირის გიგანტს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაუმტკიცონ, რომ მათაც შეუძლიათ რაგბის თამაში და ამით აჩვენონ სოფლიოსაც, რომ შვეიცარია არ არის ხელწამოსაკრავი სარაგბო ქვეყანა და ნახოთ აბა როგორ თამაში იქნება. მე ვარაუდობ, რომ არ არის გასაკვირი, რომ დიდი ანგარიშით გავიმარჯვებთ. საჯიც მზადება, მაგრამ ერთი რატოა ვერ ხვდები, სამივე გამოდია ხოლმე სამზადება, ეს რატო დარბის მარტო აქ არ ვიცი, ვერ გეტყვით სხვა არბიტრები არ ჩანენ. შეიძლება მერე გამოვიდეს თავი არბიტრია და ამიტომაც ალბათ მზადება განსაკუთრებით. ახლოს იყო. გადაწვე! ეს ყურადღება მიიქცე 5 ნომერმა მეგობრებო, ნახეთ რა მხილააო და სიმაღლეში მართლაც რა ვიცი. არ მაღალია. აი 5 ნომერი, აი. ეს. ეხლა ჩადგეთ. ესე იგი მეგობრებო 32 წუთია და ქართული მათემატიკა აქაც ჩაერთო 34-ით 0-ია ანგარიში ერთი ტაბლოს მიხედვით და მეორე ტაბლოს მიხედვით 35-ით 0. დასრულდა მეგობრებო ბოლო ტაიმი 42-0 ჩვენება დადეს 6 ლელო. აქ ხა იმისთანა მიდიმოდია როგორც წესი და როგორც ყოველთვის სტადიონებზე რომ რავი 2 ლელო გავამაზე მაგალითად ვიღაცები მოძრაობენ წინ მუდმივად პირველი ტაიმის ბოლოს შეივსო სტადიონი. როგორც ხდება ხოლმე. აჰა, მეგობრებო 96-0-ია და ეხა ველოდებით საჯის გადაწყვეტილება ჩათვლის თუ არა ვიდეო რეფერი ამ ლელოს, რომელიც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ასკოლიან ნიშნავს გადააბიჯებს საქართველოს ნაკრები. ებადონო ჩათვალა. ესეც ასე მეგობრებო. 101-0 და თუ გაიტანა 103-0 იქნება. დავით მართლა წინვალი გამარჯვება იყო, მე კი ვთქვით თამაშის დაწყებისას ვიდეოში რომ დიდი ანგარიშით მოვიგებთ, მაგრამ ასეთ ანგარიშს მართლა ალბათ არ ვუყო. აბა ნახოთ. აბა ნინი მიდი. და მეგობრებო, თამაში კიდე დავდეთ 1 ლელო და 110-0 მოვიგეთ ეს თამაში. ეხლა ლაპარაკობთ აქ რომ ჩვენ კი მოვიგეთ 110-0, მაგრამ ეხლა ეს ხალხი დაბრუნდება თავიანთ დაალაგებულ ქვეყანაში, შვეიცარიაში და ჩვენს პროფესიულად შედასხმულ ქვეყანაში ვრჩებით. მაგრამ მაინც ძალიან გასახარია რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრების და ჩვენი ბიჭების ესეთი წინვალი გამარჯვება. გილოცავთ ყველას და ერთ კვირაში ისევ ამ სტადიონზე ვეთამაშებით უფრო ძლიერ ნიდერლანდების ნაკრებს. და თამაშის ბოლოს რა თქმა უნდა ტრადიციული ბავშვების შევარდნა სტადიონზე.
ესეც შვეიცარიელ ორაგბებს აღშუქრავს ქართველი რაგბის კომაკი და რიგითი გულშემატკივრები.